დიახ, ყურსასმენებში თუ ნებისმიერ მოწყობილობაში ნამდვილად გესმით ჩვენი ხმა და იმ ადამიანის ხმა და იმ ჯგუფის ხმა, რომელიც მეც, თქვენც და ყველას საქართველოში დიდსა თუ პატარას ასე ძალიან უყვარს და გესმით 4 შაბათობით, ყოველ 4 შაბათს ყველაზე არტისტული 4 შაბათი და სალომე ბაკურაძე FM 105-სა და 9-ზე, რომელიც ახლა დაიწყო და თქვენ ისმენდით რეზო და ბავშვების ჯგუფ, რეზო და ბავშვების ნამდვილად არაჩვეულებრივ სიმღერას, რომელსაც ყურსასმენები ასე ერქვა და ალბათ ძნელი გამოსაცნობი არ იქნება, რომ ჩემი დღევანდელი სტუმარიც სწორედ რომ რეზო გახლავთ ბავშვების გარეშე, თუმცა თვითონ არის თავისი აულადიდებით მოსული იმ თემაზე სასაუბროთ. გამარჯობა რეზო. გამარჯობა, სალომე, მადლობა რომ გამონახეთ დრო და დაგვიწვევთ მოგაქცეთ ყურადღება. ჩვენ სულ შეგვიძლია რომ გამოძებნოთ დრო. ყოველთვის დავუთმოთ ეს ეთერი საინტერესო სიახლეებს და მით უმეტეს, როცა ეს სიახლე იმდენად დიდია, რომ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში სოლო კონცერტი ქვია. ნუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო და ვის შეიძლებოდა ამ თემაზე? ჩვენს ესე სპეციალურად ამ ერთი დღისთვის დავირქვით რეზო და დიდი ბავშვები. რეზო და დიდი ბავშვები დიდ ფილარმონიაში. ესეთ კონცერტს შევთავაზებთ მაყურებელს. კი, ამბავი ნამდვილად ამბიციურია. თუმცა ვფიქრობთ რომ იმ საქმისთვის რომლისთვისაც ჩვენ ვარსებობთ და რაც გვინდა, საბოლოო მიზნად რომ რაც დავისახეთ და რაც გვინდა რომ გავაკეთოთ, ეს იყო გასავლელი ეტაპი და ამ ეტაპს ვერ ავწდებოდით, ამიტომ სჯობს ადრე ვიდრე არასდროს. ყველაფერი პირიქით, ხო? ჩვენ შემთხვევაში რაღაცები დაგვიანდა, თუმცა რაღაცები ძალიან სწრაფად ხდება, ასე რომ გამორიცხული არაფერი არ არის, მეგობრებო. მაგრამ ამ ეტაპზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარმოადგენთ რეზო და დიდ ბავშვებს. იცი რა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გადაცემის მოსმენას თუ ცქერას ვინც იწყებს, ის ყოველთვის ამთავრებს კიდეც, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო სტუმრები ყავს და ყოველთვის ვცდილობთ, რომ ისეთ თემებს შევეხოთ, რაც მათ აინტერესებს. თუმცა არ მინდა რომ ისე მოხდეს, რომ ვიღაცა მანქანიდან გადავიდეს და ჩვენ ამდენი ვისაუბროთ და უცებ არ იცოდეს, როდის ხდება ეს ყველაფერი. 15 მაისს საღამოს 8 საათიდან ფილარმონიის კონცერტო დარბაზში თქვენ გელოდებათ. მე ეთერს მიღმა იმდენი რამე გავიგე. იმდენი მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობარი ჯგუფია და თვითონ ეს პიროვნებებიც ამ ჯგუფის წევრები, როგორც ცალკე აღებული ჯგუფიც და ჩაშლილად პიროვნებებიც ჩემი მეგობრები არიან. ძალიან მოულოდნელი სიახლეები გავიგე კონცერტთან დაკავშირებით და რომ არა მეგობარი და დაუშვათ ისედაც რომ არ და კოლეგა და არ მივდიოდი ამ კონცერტზე, როგორც მაყურებელს და მსმენელს ძალიან მომინდებოდა. ამიტომ მე არ მინდა რომ დღეს ჩვენ რაღაცებზე ვთქვათ, რომ მოდი რა სიურპრიზად დავტოვებთ. რისი თქმა შეგვიძლია, ყველაფერი უთხრათ ჩვენს მსმენელს და ამ კუთხით მინდა რომ წავიყვანოთ ჩვენი საუბარი და არა ის დაუშვათ როგორ გრძნობთ კონცერტებზე თავს და ვინ როდის რას აკეთებს სცენაზე დაღლილობის ჟამს. მინდა რომ კი ბატონო, ეს გავლილი თემა. თუმცა ყოველთვის საინტერესო და ესე კარგად მოგვითხრობ ხოლმე საინტერესო ჩვენ, მაგრამ ახლა ბევრად საინტერესო თემებს შეგვიძლია რომ შევეხოთ და თანაც მინდა რომ ეს მათ რაღაცა პირდაპირ დარბაზში კი არა მოაჩინონ ეს ყველაფერი. თუმცა ვიღაცისთვის ალბათ ასეც იქნება. ჩვენი მსმენელისთვის ძალიან ბევრი რამე გავხადოთ ნათელი. ის მაგალითად რომ ჯგუფი რეზო და ბავშვები არა მხოლოდ თავისი შემოდგენლობით, არამედ დანამატით იქნებიან. ეს პასუხი იყო პრინციპში, მე უნდა მეკითხა და შენ უნდა გეპასუხა. პირდაპირ პასუხით დავიწყე და ასე რომ კი ბატონო, რა ელოდება პირველი ეფექტი ასე ვთქვათ, ჯერ ჯგუფის შემადგენლობაში, სცენაზე რა მოხდება და შემდეგ იმ ეფექტებზე, რეპერტუარზე და ყველაფერზე ვისაუბროთ, თუმცა ჯერ ამ თემით დავიწყოთ. პირველ რიგში ბიჭებმა დამაბარეს ძალიან დიდი მოკითხვა შენთან და ჩვენ ძალიან ვიყვარხართ და ვიყვარს ყველა ის კონცერტი და დღე და დრო, რაც ჩვენ ერთად გავიტარებია. ბოდიშიც აქვე, იმიტომ რომ აი ამ წუთს, აი ხაც ამ მომენტშიც მიმდინარეობს რეპეტიცია და ჩემს გარდა ყველა აბსოლუტურად და რაც შეეხება ვინ დავიმატეთ, ნამდვილად დავიმატეთ, 6 ადამიანი დაიმატა რეზო და ბავშვებს და ეხლა უკვე დიდი ბავშვები კი არა მარტო. ბევრი ბავშვებიც ხართ. ბევრი ბავშვებიც ყავს და ამ მრავალშვილიანი ბენდი დავიჩით რა. ხო და რეპეტიციობენ მოკლედ ეხლაც და საინტერესო სიახლეები გვაქვს ამ მიმართულებით, მუსიკალურად იქნება საინტერესო, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ადამიანები დაგვემატნენ და გავბევდით
აგრეთვე გვეყოლებიან სპეციალური სტუმრები, რომლებიც ჩაერთვებიან ჩვენი საავტორო სიმღერების შესრულებაში. დუეტებს გულისხმობ რეზო და ბავშვების ჯგუფი შემსრულებლებთან ერთად თუ მუსიკოსი? აი ესე დუეტს პირდაპირ ვერ დავარქმევდი, იმიტომ რომ არის კრეატიული ნომრები, რომელ ნომრებშიც წარმოდგენილები იქნებიან ადამიანები. დიახ. ეს შეგვიძლია ვთქვათ მარტივად ესე ვეძახით ხოლმე დუეტი, თუმცა მხოლოდ დუეტი არ არის რა. იმიტომ რომ იქნება ისეთი მოულოდნელი პერფორმანსები, როგორიც არის ერთად რეზო და ბავშვები და ერისიონი მაგალითად. ღმერთო ჩემო რა მაგარი იქნება. წარმოიდგენდი როდესმე რო იცი რა, კი წარმოვიდგენდი იმ სიმღერის მასშტაბებზე გასulis შემდეგ, რაც რეზო და ბავშვი დაჭარულმა აი ეგ არის ხო ზუსტად კონტექსტმა მოიტანა უკვე ის რომ აი ესეთი ორი წარმოუდგენელი რაღაცა სხვადასხვა ჟანრის აბსოლუტურად. დიახ. მიმდინარეობა და მიმართულება შეიძლება რაღაც ნომერში აღმოჩნდეთ ერთად რა. ესეთი მოულოდნელობის ეფექტი და ესეთი პერფორმანსი იქნება ყველა სიმღერაზე აბსოლუტურად, რომელიც იქნება. ასე რომ დარწმუნებული ვარ მაყურებელი არ მოიწყენს. ვერც მოისვენებს. სკამები ხო არა იღედროებით დარბაზიდან. რაღაც სპეციფიური გარემო იქნება, მაგასაც ალბათ ადგილზე მოსული მაყურებელი თავისთავად ნანახის ჯობს. ბენდის წევრებს რაღაცა ძალიან სწრაფად ჩამოუარეთ. დანამატი ყავთ საყვირები და ბექები და სამი ბექი კი, დიახ. რომელიც ალბათ მთლად ბოლომდე აი შეკრავს და რაღაცა ალუბალს დაასვამს აი ამ თქვენს ტორტს. იცი როგორ არის ჩვენ ვართ აკვიატება რა. აკვიატებაში რას გულისხმობ? მუსიკას? მუსიკალურადაც ზოგადად ეს პროექტი არის ჩემი და ჩემი მეგობრის ლევან ხოტივარის რაღაცნაირი აკვიატება, რომ ჩვენ შეგვიძლია რომ შევქნათ სიმღერა, რომელიც ყველას მოეწონება. და ამაზე აზრი არასდროს არავის არ გვიკითხავს. პირდაპირ თქვენ აიჩემეთ ხო? ანუ ეს ჩვენ დავიწყეთ ეს. ამაში არ გვქონდა ვიღაცები. რა თქმა უნდა, ხო ვიცოდით, რასაც ვაკეთებდით, მაგრამ ამაში უკვე ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო. ამის მოსმენაში, ამის მიღებაში და ასე შემდეგ. მასშტაბები იზრდება იმის შემდეგ, რაც დავიწყეთ. იმდენად თვითმყოფადი და აი ჩვენი წმინდა ეგოისტური გამოვლინებებია ჯგუფში თავიდან ბოლომდე. თქვენი დამოკიდებულებებსაც გულისხმობ თავისთავად. რომ რეზო და ბავშვები ეგეთი უნდა იყოს, როგორიც არის. ამ 5 ადამიანიანი შემადგენლობით რა. ეს ერთის მხრივ არ დაირღვევა თავისთავად. და ეს შენარჩუნებული იქნება, ანუ ის ჩვენი სურათი, რაც მაყურებელს უნდა. ის ფორმა, რითაც ესე ძალიან გამოირჩევა და უყვარს მსმენელს. საჭიროება მოითხოვს იმას, რომ მუსიკალურადაც სანახაობრივადაც გაიზარდოს. ან შეიცვალოს რაღაც გამრავალფეროვნეს პერიოდით. და ხო იცი დროთა განმავლობაში მოხდა, ან მოითხოვა, აი მუსიკაში ხო იცი როგორ არის ხო? აი ეხლა რო ვუკრავთ სიმღერას მევასები ძალიან, რომლის ვიდეოშიც თქვენ ოჯახით გაქვთ მიღებული მონაწილეობა და როგორ მიყვარს. გადის დრო და აი ჩემთვის და ჩვენი ჯგუფისთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის ისტორია ხდება ეს ყველაფერი, ხო? მე იმ წამსვე ვიცოდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბავშვი მაშინ ძალიან პატარა იყო და ვერ ვკითხავდი აზრს, უნდოდა თუ არა მას ვიდეო რგოლში მონაწილეობა, წინასწარ ვიცოდი, რომ ძალიან სასიამოვნო და ისტორიულ იმაში ვიღებდით მონაწილეობას და მე გაეხარდებოდა და მაგას მთელი ცხოვრება დავაფასებ, იმიტომ რომ ეგ გამოცხადებული ნდობა ჩვენს მიმართ არის პასუხისმგებლობაც რა. აი ჩვენ სანტისთან არ უნდა გავამწყუნოთ არასდროს რა. უნდა ეამაყებოდეს ყოველთვის ამ ბიჭს, რომ მისი თანაქვეყნელები ვართ, თანაქალაქელები ვართ. ხო, აი მისი მეგობრები ვართ, მისი მშობლების მეგობრები ვართ. ჩვენ ამ პასუხისმგებლობით ვდგებით მართლა, როცა საბავშვო თუ დიდების სიმღერას ვაკეთებთ, რომ ეს სიმღერები დარჩება ყოველთვის. კი. და მაგ ლოგიკით ვდებთ და მაგ ლოგიკით ვმუშაობთ. და პასუხისმგებლობაც არის რა, აი ზუსტად ეგ არის, რომ ეგრე ვუდგებით ჩვენ ამ საქმეს. მაგრამ ამ სიმღერაში სტუდიურ ჩანაწერში მევასები ძალიან. ჩვენ დაკრული გვაქვს საყვირები, რომელიც ჩვენ კონცერტზე არასდროს არ ყოფილა. იმიტომ რომ უბრალოდ არ ყავდათ ხოლმე საყვირები. არ მაყურებელს ნახე როგორი განცდა ქონდა, რომ თუ ეს YouTube-დან მოსმენილი გაქვს მეგობარო და რაღაცნაირია, მაგრამ ლაივში რო ისმენ ისეთი არ არის. ისე არ ჟღერს როგორც ისე არ ჟღერს, ისეთი არ არის, უბრალოდ ვერ იქნება ისეთი. ჩვენ შესაბამისად მოვახდინეთ ეგეთი რაღაც, რომ მაქსიმალურად იმასთან, რაც გამოყენებული გვაქვს, რაღაცნაირად ცოცხალ
შესრულებაში შემოვიტანოთ უკვე ანუ ყური რასაც მიჩვეულია ვიდეო რგოლთან ერთად ის მიიღოს და უფრო სრულყოფილი მუსიკა შევთავაზოთ მაყურებელს იმის გამო რომ ეს არის ფილარმონია და აკადემიური სივრცე. უფრო სრულყოფილი მუსიკა შევთავაზოთ ვიდრე ამას საველე პირობებში ვაკეთებთ მაგალითად სარაიონო გარე კონცერტებზე. იქ საკლუბე იქნება თუ სხვა დრაივია, სხვა ტემპერატურა აბსოლუტურად სხვა კლიმატია და სხვა რაღაცას მოითხოვს კომუნიკაცია. აქ შესაბამისად აი ეს კამებზე რო ვთქვით რომ ავიღეთ თუ დავტოვეთ. აქ თვითონ სივრცე უკვე კარნახობს როგორ უნდა მოიქცეთ ცოტა მაგასაც და ვცდილობთ რომ ერთის მხრივ დავრჩეთ რეზულტატ ბავშვებად და ის პოზიტიური განწყობა, ენერგეტიკა რაც მოდის ადგილზე მიუტანოთ, ანუ ამის დისტრიბუცია ადგილზე განვახორციელოთ, კამებთან მივიტანოთ, თუმცა მოწყენის საშუალება არავის არ ექნება, ეს იქნება განსხვავებული კონცერტი. მე რო სცენარი წავიკითხე, სხვათა შორის ეგეთი კონცერტი არ მინახავს. ხო და საქართველოში არ მინახავს. სცენარი წავიკითხე და მე მივხვდი რომ მაგარი იყო ნიშნავს იმას რომ მარტო არ მუშაობ. ვინ არიან ის ადამიანები, ვისთან ერთადაც მუშაობ აი ამ შენს კონცერტზე? ძირითადად ხო ჩვენ ხო მეგობარო ვართ რა, მეგობარო ვართ, არა მარტო სიმღერით, არამედ ცხოვრებითაც და შესაბამისად ჩვენ გვერდით არიან ჩვენი მეგობრები. აი ხა ბოლო პერიოდში მოხდა ეგრე და დავაგდა, რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანები აღმოჩნდნენ დროში თავისუფლად ისე რა. მეტი დრო გაუჩნდათ ადამიანებს და ესეთი ერთ-ერთი მეგობრული შეკრების და მსჯელობის დროს როდესაც ფილარმონიის კონცერტზე საუბრობდით, გაჩნდა იდეა, რომ ეს ყოფილიყო კონცერტი, რომელიც იქნებოდა დაწერილი, რომელიც იქნებოდა საინტერესო, რომელიც იქნებოდა კრეატიული და რომელიც იქნებოდა ისეთი, როგორც აქამდე არ გვინახავს. ჩვენ დაგვთანხმდა ერთი ძალიან კარგი ადამიანი და ნიჭიერი ახალგაზრდა ბიჭი გიორგი კაკიაშვილი. ამ კონცერტის რეჟისურაზე, აგრეთვე ორი მენეჯერი, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირდა, ეს არის ივა გულჯანიშვილი და ბექა ხავათაშვილი, ჩვენი მეგობრები აგრეთვე. და ეს 3-4 ადამიანმა ჩამოვართვით ხელი ერთმანეთს და თქვით რომ გავაკეთოთ რეზო და ბავშვების დიდი კონცერტი. კი ბატონო. ამას მოყვა ის რომ ყველამ თავისი რგოლი ჩაიბარა. ყველას თავისი საქმე. ყველას თავისი მიმართულებით საქმე აღმოაჩნდა და კონცერტამდე ალბათ რამდენი დღეა ხო ერთი კვირით ადრე ყველაფერი კარგად არის. უნდა დაუკაკუნოთ. ჩვენ არ უნერვიულობთ. მართლა ნამდვილად ეს არის პირველი კონცერტი, როდესაც ჩვენ არ უნერვიულობთ. არ უნერვიულობთ იმაზე აქ არ არის მღელვარება და რაღაც ტექნიკურად აი დამაკლდა რაღაც მჭირდება რაღაც კაბელი და არ მაქვს სადენი კომბი მეტი კარგი იქნებოდა და აი მე შეზღუდულები ვართ აი აქ მომინდებოდაგან ეს ეკრანი და არა მაქვს არ არის ხო ნახე რა მოხდა რომ კრეატიული ადამიანები დავსხედით შევიკრიბეთ მოვიფიქრეთ გავწერეთ კონცერტი დიახ ყველამ ჩვენი რგოლი ჩავიბარე და დავიმატეთ კიდევ ადამიანებს დაახლოებით 15-20 კაციანი შემადგენლობა გავხდით საბოლოოდ ბენდის გარდა. ეს მთლიანობაში ავდივართ 40-50 ადამიანამდე ვართ ამ კონცერტში. ფანტასტიკა. მოცეკვავებს დავამატებთ კიდევ უფრო მეტი. ხო ხტები და ეს ყველაფერი ეს ერთი ადამიანის მიერ განხორციელება ამ ყველაფრის ცოტა წარმოუდგენელია. თავისთავად მე ყოველთვის საუბრობ ხოლმე ამაზე, რომ აი ამის სიმცირე ძალიან გვაქვს საქართველოში, რომ მომღერალს უწევს ძალიან ბევრ ამაზე ფიქრი და ეს უბრალოდ ის კი არ არის, რომ ვიღაცას ამის კეთება ეზარება, უბრალოდ აი მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც ყველაფრის კეთება არ შემიძლია უბრალოდ. ვერც მოფიქრება, რომ აი ეს მჭირდება და აუცილებლად უბრალოდ იქამდე მისვლაც არ შემიძლია, იმიტომ რომ ნამდვილად არ ვთვლი, რომ ჩემი საქმეა კი არა, ასეცაა რომ ეს არ არის მომღერლის საქმე წესით. მაგრამ უბრალოდ აუცილებლად რაღაცა გამომრჩება და არ იქნება ეს ხარისხი, რომლის მოლოდინიც მე მაქვს და როგორ უნდა შევთავაზო ის სხვას. აი სულ რაღაცის დანაკლისი გაქვს ხო თითქოს. აი გინდოდა რომ უკეთესი ყოფილიყო და არა იმიტომ რომ შენ არ შეგეძლო და არა იმიტომ რომ თავს ვერ გაართმევდა ამას ვინმე. არამედ იმიტომ რომ უბრალოდ სადღაც სურვილი არისო ან ხარდაჭერა არისო საკმარისი. ხტები მარტო შენ ვერ შეძელი ყველაფერი და ასე შემდეგ რა. და ეს არის კონცერტი, სადაც ეს ჩვენი მოფიქრებული იდეები და კრეატიული აზრები მაქსიმალურად გავაჟღერეთ. დიახ. რაც გვინდოდა და ვთხოვეთ ადამიანებს ქვეყანაში ვისაც მიუწვდება ხელი და ვისაც შეუძლია ამაზე გადაწყვეტილებას მიღება, ხარდაჭერა. რა კარგია. წავედით მარტივი მიმართულებით, მივედით ქალაქ თბილისის მერიასთან, მივედით კულტურის სამინისტროსთან. დიახ. ორივემ აღმოგვიჩინა დახმარება.
აი მე ეგრე დავარქმევდი, აღმოგვიჩინა დახმარება, ხო იცი? პირველადი დახმარება სულის ჩადგმა. პირველად ჩვენს ცხოვრებაში მოხდა ეგეთი რაღაც. აქამდე არასდროს და რაღაცა თანამშრომლობა მქონია ყველასთან და ჩვენ მადლობლები ვართ ყველასი. ყველა დროში რა თქმა უნდა. ვინც ჩვენი ეს ეგოისტური აკვიატება საზოგადოებასთან მიგვატანინე ხა თუ სხვანაირად აკეთებ რაღაცებს, სხვა გზები უნდა ეძება მაგისთვის. ჩვენ რადგან თulit რომ არაფერს ანტისახელმწიფოებრივს არ ვაკეთებთ და თავისთავად ჩვენ სიმღერებში მხოლოდ სიყვარული და პოზიტივია ჩადებული და გათვალისწინებულია როგორც ბავშვი ისე მოზარდი ისე გაზრდილი ისე თინეიჯერი ისე დედა ისე მამა ისე ბებო და პაპა და ისე ქვეყანა და ისე ქართული ენა და ისე ამ ქვეყნის შემადგენელი. აგრეთვე გათვალისწინებულია ისიც რომ რაღაცა კომერციაც უნდა იყოს რა. თავისთავად. რაღაცა აზრიც უნდა ქონდეს ამ ყველაფერს და ასე შემდეგ. მოკლედ ეხლა მე აუცილებლად უნდა თქვა რამდენიმე მადლობა. აუცილებლად უნდა თქვა სანამ რეკლამაზე გავალთ და მე კი ბატონო სიამოვნებით. პირველად ჩვენ ცხოვრებაში მოხდა ეგეთი რაღაც რომ ყავს სპონსორი. რა მაგარი რა რაღაცების ღირს ეთერში. სპონსორი არ არის ჩვენი კონტექსტისგან შორს და განსხვავებული. ეს არის ბავშვთა პრეპარატი ფაგიო. დიახ. და რეზო და ბავშვების სპონსორია ფილარმონიაში. ამაზე კარგი, ამაზე პოზიტიური არც რეკლამა მსმენია. ამაზე მოქნილი არც თან რომ მითხრეს ფაგიო და დაინტერესდა და დაიწყო მოლაპარაკებები. მე რომ მითხრეს ფაგიო, მეთქი მე ვიცი, ანუ ფაგიო ვიცი და მოვიფიქრე სლოგანი ფაგიო პრეპარატი რომელიც ვიცით მამებმაც. არა მარტო სულ დედებმა იციან ყოველწლიურად ხო? ძირითადად დედებმა იციან ხოლმე პრეპარატები ბავშვებისთვის განსაკუთრებით, მაგრამ აი ფაგიო რაღაც შემთხვევაა, რომ მამებმაც ვიცით ხდები და უკვე რეზო და ბავშვებმაც ამიტომ რეზო და ბავშვებში არის შეკრული ეს ყველაფერი. აგრეთვე სისხლის ბანკი არის, ქალყები ნატალია კვანტალიანი მინდა რომ გამოყო და მადლობა უთხრა მას. და აი მანდაც რეზო და ბავშვები ეგ არის რა, რაღაც მომენტში ჩვენ ვარ ჯგუფი, რომელმაც ვფიქრობ, რომ ახალი სისხლი უნდა გადაუსხას ხოლმე ამ ქვეყნის კულტურულ ცხოვრებას თუ შემოქმედებით აზროვნებას, ცოტა განსხვავებას. მე კი. და ცოტა სხვა მხრიდან დავანახოთ ხოლმე ადამიანებს ესა თუ ის მომენტი. აგრეთვე უდიდესი მადლობა უნდა უთხრა თბილისის მერიას და კულტურის საბჭოს, იმიტომ რომ აი ამ ადამიანების გარეშე არ იქნებოდა და ამ ადამიანების garaშე ნერვიულობა იქნებოდა უფრო მაღალი, ვიდრე ფიქრი შემოქმედებაზე. ეხა პირიქით არის აბსოლუტურად. აი სულამის მოთხოვნა მაქვს და რა გადასარევია, რომ ერთი წლის წინაც როგორ გავახაროთ მაყურებელი და როგორ გამოვიწვიოთ, ვაუ, აი ამაზე უფრო მეცხრით, ხო. თავისთავად. მოძვირფასება ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, ბევრი მადლობა გავეცით და მოკლედ ეს ყველაფერი 15 მაისს ერთად უნდა ვნახოთ, ერთად უნდა გავერთოთ, ერთად უნდა ვიხილოთ ბევრი სიახლე ასე ვთქვათ ფილარმონიაში ის რაც აქამდე შეიძლება ბევრს დიდი სურვილიც ჰქონდა მაგრამ აქამდე არ განხორციელებულა და ეს კეთილი ადამიანების დახმარებით თქვენი იდეებით და თქვენი სურვილებით უკვე კერა თვალნათლივ გახდება და ამას ყველა მაყურებელი ნახავს 15 მაისს რეზო და ბავშვების კონცერტზე რომელიც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება ყველა ვინც აქამდე გვისმენდით ძალიან კარგი უნდა გააგრძელოთ მოსმენა აუცილებლად და ჩვენც უნდა გავაგრძელოთ საუბარი იმაზე თუ რა ელოდება რაღაც რისი გამხელად შეგვიძლია და საკმაოდ ბევრის გამხელა შეუძლია და უკვე გაამხილა რეზომ გითხრა ის რომ რეზო და ბავშვებმა დაიმატეს სპეციალურად ამ კონცერტისთვის ბენდის შემადგენლობაში წევრები და ასევე ბექ-ვოკალი ის რომ სცენაზე ძალიან ბევრი რამე მოხდება ეკრანებზე და ეს მხოლოდ ეკრანებზე არ მოხდება დარბაზშიც გადაინაცვლებს ეს მოქმედებები ასევე ერისიონი გაგვიმხილა რომ ერისიონი ცეკოს რა ურეზო რა რაღაცებს ამბობ ძალიან მომწონს ეს ყველაფერი აი ძალიან მომწონს და რაღაცა ისე ცოტა ხნის წინ მე სანამ რეკლამაზე გავიდოდით ვსაუბრობდი რომ ერთი წლის წინ თქო მე როდესაც სტუმრები აქ მესხდნენ ვსაუბრობდით იმაზე რომ აი მომღერალს არ უნდა უწევდეს ნუ თუ არ არის რაიმე ორგანიზაცია ნუ თუ არ არიან ვიღაცები ვინც ამ ყველაფერში აი ამ საორგანიზაციო მხარეებში თუ ფინანსურად თუ ორგანიზების კუთხით დაუგვიდგებიან გვერდით ჩვენ არ გვეზარება სიმღერა და რეპეტიცია რა თქმა უნდა არ მეგულება ჩემი კოლეგა ვისაც ეზარება ამ კუთხით მუშაობა მაგრამ აი ეს ინდუსტრია იმდენად
აუწყობელია ჩვენთან ასე ვთქვათ. რომ აი ერთი წლის წინ დროს მე ამ ყველაფერზე ისე წუხდი ხო? და აი ხა ვისმენ ეთერში ისეთ კარგ რაღაცებს, რომელიც აი ძალიან სასიამოვნოა მოკლედ. იცი რა, აი ხა ამ კონცერტმა კიდევ ერთხელ მიმოხვედრა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა დამანახა რა, უბრალოდ რომ ინიციატივა მოდიოდა ხოლმე ყოველთვის ზევიდან რა და ანუ ნახე რომ დაახლოებით როგორი რაღაცა ხა სახელმწიფო რა უნდა გააკეთოს ხო? გაცხადებს ტენდერს, ითხოვს კონცერტს, რაღაცა. ანუ ეს სტანდარტი რაც არის მიღებული, ესე ხდება, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში მოხდა პირიქით, რომ ჩვენ გამოვიჩინეთ ინიციატივა, ხდები რა. ჩვენ მოვინდომეთ, რომ ეს კონცერტი იქნება ესეთი. თუ შეიძლება, რომ ესეთი კონცერტი გავაკეთოთ. ამ შემთხვევაში მე მგონი კარგია ეგ, ასე უნდა იყოს რეალურად რა. ჩვენ წინააღმდეგობა არ შევხვდა ამაში, ანუ ამ კონცერტმა გაიარა ესე ვთქვათ რა, ეტაპები. დიახ. და გამოითქვა სურვილი რომ კი ბატონო, ოკეი, რატომაც არ უნდა იყოს ასეთი. შესაბამისად, აქ არ ხდება რომ აი ეს გააკეთებს ამას, ეს იზამს ამას, ეს გაანათებს, ეს ხმას, ანუ პირიქით ხარ. თქვენ როგორ ისურვებთ? დიახ. რაღაც მომენტში ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ, ჩემო სალომე, ერთი ეს არის, რაღაც მომენტში ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ და ჩვენ უნდა მოვძებნოთ ადამიანები და კავშირები. მოითხოვე და მოგეცემა. კი. უნდა მოძებნოთ კავშირები, რომლებიც განახორციელებენ ჩვენ იდეებს რა. საბოლოოდ მე დარწმუნებული ხარ რომ უყურებ რწმუნდები იმაში, რომ ბიონსეს არავინ არსად არ უწერს მაგას, თვითონ ინდომებს, რომ თავისთავად ეს პროცესები ეს კონცერტი მის გარშემო მოხდეს, Coldplay. კი, ახლა რომ დაიწყე საუბარი. თვითონ პაულოს. მან ვიყავი მეც რომ პირიქით გეუბნებოდი, რომ შენ უნდა შესთავაზო თქო, ეს ასე. ხარს დაგიჭერენ, გამოვა. ან მოდის რაღაცა კომპანია, რომელიც ხედავს შენში რაღაცა პოტენციალს. აუ ძალიან ბევრი ფული და ის რასაც უნდა იმას ეხლა შენ დაუკარე შენ იცებ შენ რესურსი მჭირდება მაშინ ამას უნდა მოერგო და აქეთ უნდა წახვიდე რა და შენ ხდები პროექტის ნაწილი შეხვდები პროექტის ნაწილი და მე მოხდები ან იმ კონკურსში ან იმ პროექტში ან იმ კლიპში ან ბევრგან მოხდები კიდე ანუ ესეც მუშაობენ მაგრამ როდესაც ხარ ჯგუფი და როდესაც შენ გაქვს შენი შინაარსი შენი მიზნები შენი იდეები გაწუხებს და ამიტომ ხარ ჯგუფი თორე შეიძლება იყოს სხვა რაღაცაც და სხვა ან ეს ჯგუფი კიდევ ერთხელ აი როგორ რაღაცა იდეის არსებობას მოითხოვს რა. არაფრისთვის არ იკრიბება 5 ადამიანი. არ შეიძლება 5 კაცი ერთად გაგიჟდეს 10 წელი. ხო, მესმის. ვიღაც სადღაც რაღაც მომენტში გაასწორებს, ხდები. ჩემი აზრით და თუ ესე 10, 12, 20 წელი ერთად ან ტიპებს რა უნდა გაჩერდეთ, ხო? ანუ საყვარელი ადამიანები ვერ ჩერდებიან რაღაც მომენტში ერთად და ამ დროს ვიღაცა 5 მუსიკოსი წლები შეიძლება აკეთებდეს თავის რაღაცა საყვარელ საქმეს. აი ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს და ეს იდეები უკვე რაღაც მომენტში შიგნით ვეღარ ჩერდება, ხდები? და ამ შემთხვევაში ჩვენი გზა, ჩვენი სტრატეგია და ჩვენი მიზანი კარგად დაემთხვა რაღაც მიმდინარე მოვლენებს. ძალიან კარგი, მე მიხარია და აქვე არ ვიცი, შეიძლება შენ თქვა, თუმცა მე უკვე ვიცი და რატო გამოვიგონო, რომ ვითომ კითხვა უნდა დაგისვა. ყველა იმ სიმღერას, რომელიც ასე ძალიან უყვართ, თქვენი ჯგუფის მსმენელებს და გულშემატკივრებს, რა თქმა უნდა მოისმენენ ფილარმონიაში, ნაწილს და ასე ვთქვათ, მეორე ნაწილი კონცერტის იქნება მთელი ინტერესი ჩემი მიმართულია სწორედ იმ ახალი რეპერტუარის და თქვენი საავტორო სრულად საავტორო მუსიკა იქნება ამ კონცერტზე, ამასაც ვეტყვი მაყურებელს. მაგრამ აი იმ ახალი სიმღერებით, რომელიც ჯერ არსად გაჟღერებულა, ხო ასეა და ერთ-ერთს ჩვენი მსმენელები გადაცემის დასასრულსაც მოისმენენ და მინდა რომ ამ სიმღერაზეც გითხრა 2-3 სიტყვა. შეგვიძლია ხო? თავისთავად. მოკლედ რა ხდება ნახე, კონცერტი არის დაალაგებული შემდეგნაირად. კონცერტი არის ორგანყოფილებად დაალაგებული. და გარდა იმისა, რომ მაყურებელი იხილავს სცენას, სადაც ბავშვებისთვის, დიდებისთვის ანიმაციური გაფორმები და პერფორმანსებით განვითარდება მოვლენები ჩვენი სიმღერების მიხედვით. გარდა ამისა, ჩვენ გვეყოლებიან სპეციალური სტუმრები. დიახ. სტუმრები გვეყოლება როგორც სცენაზე, ასევე გვეყოლება დარბაზში. იოუ. ასევე იქნებით მეგობრები დარბაზში. ეს მინდა რომ ვთქვა, იმიტომ რომ თქვენი ყოფნა ჩვენთან ერთად არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ჩვენ ერთად გამოვიარეთ მთელი ცხოვრება რა. და ჩვენ ეს განწყობა და ეს რაღაცა მომენტები და ბედნიერება თუ ერთმანეთს არ გაუზიარეთ და ეს თუ ნამდვილი და ისეთი გულწრფელი არისო როგორც ზრდა ბავშვებია, მაშინ დაირღვევა ყველა.
ამიტომ გული არავის არ დაუწყდება რა. ხდები, ანუ ეგეთი კონცერტი იქნება. მეც ჩართულობა იქნება როგორც სცენაზე, ასევე დარბაზში და ეკრანზე და ყველგან. რაღაც მომენტში მეც ველოდები, როდის გავხდები მაყურებელი და როდის დაუკრავს მეგობაროს რომარ ცხილაძე. ღმერთო, რა კარგია. ხდები და აი ეგეთი რაღაც მაყურებელი რო იქნები, მეც მომწონს, ხდები? მე ისო სიმღერას გავაგრძელებ. და ალბათ ხვდებით ჩვენო ძვირფას მსმენელებო, რომ ეს ყველაფერი არ გაჟღერდა დღეს, რაც დაგხვდებათ ფილარმონიაში 15 მაისს. კი, რაღაცებს ახლა არ გავაჟღერებ და თან მოყოლილი ალბათ ვერ იქნება ისეთი ეფექტური, როგორიც ნახი და მოსმენილი. ამ ყველაფრის განხორციელება, თუმცა ჩვენ 2000 რაღაც მაყურებელი და პლუს ჩვენ 30 და 50 ვინც ვიქნებით, შევქმნით დაუვიწყარდეს, რომელიც არასდროს არავის არ დაუწდება, ვინც იქ ვიქნებით და რაღაც პატარა სუვენირების დავუჩებით. ეს ასე იქნება რა, ძალიან მაგარია, ველოდები კონცერტს და სიმღერა, დაპირებული სიმღერა, რომელსაც ქვია რეზო შემომეშველე. ღამის მიმდევრები. ღამის მიმდევრები. ყოველ შემთხვევაში ჩვენი რადიო საშუალებით ნამდვილად პირველად მოისმენთ. ჩვენ ძალიან გვიყვარს ეს სიმღერა, ჩვენი ფავორიტი სიმღერაა და იმედია რომ მაყურებელსაც ძალიან შეუყვარდება. ძალიან დიდი მადლობა წარმატებები, მე თქვენს გვერდით ვიქნები და ყოველთვის თქვენს გვერდით მიგულეთ. ჩემს რადიო მსმენელებს კი მე მშვიდობები, რა თქმა უნდა, მომდევნო 4 შაბათამდე.